როგორ უნდა დარეგისტრირდეს სილქის აპლიკაციაში. App Store-ში ან Play Store-ში მოძებნე აპლიკაცია და დაინსტალირე. აირჩიე რეგისტრაციის ღილაკი. პირველ ეტაპზე მიუთითე მობილურის ნომერი. გაეცანი და დაადასტურე აპლიკაციით სარგებლობისა და მომსახურების პირობები. შეიყვანე ერთჯერადი 4-ნიშნა SMS კოდი. შექმენი სასურველი პაროლი. შესაძლებლობა გაქვს გააქტიურო ბიომეტრიით შესვლა, როგორიცაა Face ID და თითის ანაბეჭდი. მიუთითე პირადი ნომერი და დააჭირე გაგრძელებას. გაეცანი და დაადასტურე დისტანციური იდენტიფიკაციისთვის დადგენილი პირობები. შეგიძლია გამოიყენოს სხვა ბანკიდან მონაცემების ავტომატურად გადმოტანის ფუნქციონალი ან დარეგისტრირდეს სტანდარტული მეთოდით. სხვა ბანკის არჩევისას არ დაგჭირდება დოკუმენტები. მიიღებ ერთჯერად კოდს, რომლის შესაბამის ველში შეყვანით ადასტურებ ინფორმაციის ბანკიდან გამოთხოვას. Silk ბანკით რეგისტრაციის არჩევის შემთხვევაში დაგჭირდება კამერა, განათებული გარემო და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირადობის მოწმობა ან პასპორტი მოათავსე ჩარჩოში. ზუსტად ჩასმის შემდეგ კი ავტომატურად დასკანერდება. შემდეგ ეტაპზე საჭიროა ვიდეო სელფისთვის. დარწმუნდი, რომ სახე ზუსტად ათავსებ ოვალში. შემდეგ მიიღე ნეიტრალური სახე და სულ ეს არის. სულ პატარა კითხვარიც და ბოლოში ვართ. მონიშნე ხარ თუ არა მწვანე ვარათის მფლობელი. იხდი თუ არა სხვა ქვეყნის გადასახადებს. ხარ თუ არა სხვა ქვეყნის მოქალაქე. გიკავია თუ არა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა ან ეწევი სახელმწიფოებრივ საქმიანობას. მიუთითე ფაქტობრივი მისამართი. ამოირჩიე შენი დასაქმების სტატუსი. მიუთითე დასაქმების შესაბამისი დეტალები. გადაამოწმე შეყვანილი მონაცემების სისწორე და დაადასტურე. მზადა, რეგისტრაცია წარმატებითაა გავლილი. და უკვე სრულიად უფასოდ გაგეხსნა ბანკის ანგარიში და ციფრული ბარათი.